მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო კაშლის თემა იქნება რა გრძნობებს ვიწვევ მასში. დღეს გვაქვს სამ პოზიციანი გაშლა, თქვენს წინაშე არის პოზიციები. აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, თუ თქვენზე არ რეზონირდა არჩეული პოზიცია, რა თქმა უნდა შეგიძლიათ ამ შემთხვევაში გადაირჩიოთ. უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყურეთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს თქვენზე ინფორმაცია რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ, მოусმენთ და არანაირ კავშირში არ არის ვიდეო, როდის არის განთავსებული საიტზე და ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია, შეგიძლიათ დეტალებისთვის მესენჯერში დამიკავშირდეთ. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ჩვენ დავიწყოთ რა თქმა უნდა პირველი პოზიციით და ვნახოთ რა გრძნობებს იწვევთ მასში ჩემო პირველებო იმ ადამიანში, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ და ძალიან საინტერესო არკანი გვაქვს. შეიძლება ახლა პირველ პოზიციაზე მიყურებდეთ ჩემი კოლეგები, ან საკმაოდ ინტუიციური ადამიანები ხართ და თქვენი ასე ვთქვათ, არჩეული პოზიცია არ იქნება არანაირად მცდარი, იქნება პირიქით თქვენზე მორგებული. გაქვთ საკმაოდ ესეთი ღრმა შინაგანი სამყარო და შეიძლება ესეთი ნიჭი გქონდეთ, რომ ან სიზმრებს ხედავდეთ, ან გამორჩეული ხართ მასისგან და გაქვთ რაღაც ზებუნებრივი ნიჭი და შეიძლება გქონდეთ ურთიერთობა ტაროსთან და არა მხოლოდ ასე შორიდან, შეიძლება თქვენც აქტიურად იყოთ ამ საქმიანობით დაკავებული. თუ ახლა არ ხართ ამ საქმიანობაში, იცოდეთ რომ თქვენში იმალება ასეთი საოცარი პოტენციალი. კარგით, თქვენზე ძალიან ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ეს საჭირო იყო და სხვათა შორის აქ მოდის ესეთი მომენტი, რომ თქვენში არის როგორც ვახსენე, იდუმალი ძალა, რომელიც ამ პიროვნებასაც არ გამოეპარა, შენიშნა. და სხვათა შორის აი ეს მომენტი, რომ აღმოაჩინა, რომ ხართ განსაკუთრებული და საუცხო, თქვენსკენ მაგნიტივით იზიდავს ამ პიროვნებას. თქვენ ხართ მისთვის ქალი, რომელიც ყველას გულს ასე მარტივად არ უხებს, საკმაოდ დაკვირვებული ხართ, ჯერ ჩაატარებთ ბევრ დაკითხვას, გამოცდას და შემდეგ იახლოვებთ პიროვნებებს და სხვათა შორის მასში იწვევთ იცით როგორ გრძნობებს, რომ თქვენ უკვე დიდი ხანია რაღაც ცხოვრების გაკვეთილები გავლილი გაქვთ. და სხვათა შორის აი ზუსტად გულს რომ არ უხსნით ყველას, ამიტომაც უნდა რომ თვითონ იყოს ყველაზე ახლო პიროვნება თქვენთვის. და თქვენს ყველაზე ისეთ დახურულ და დაფარულ გულის ნაწილში შემოიჭრას, სადაც აქამდე ვერავინ ვერ შეაღწია. ძალიან საინტერესო არის, შეიძლება თვითონ ეს პიროვნებაც იყოს საკმაოდ ინტუიციური ან გამორჩეული. და შეიძლება ამ ადამიანსაც გქონდეს აი ასეთი განსხვავებული ხედვები და ამ განსაკუთრებულობას და თქვენში ამ მისტიურობას და იდუმალებას, ამიტომაც ამჩნევდეს. ანუ რა გრძნობებს იწვევთ მასში, ხომ? მასში იწვევთ დიდ ინტერესს, ინტრიგას, მოტივაციას. და ეს მოტივაცია იმას უკავშირდება, რომ აღმოაჩინოს სინამდვილეში ვინ ხართ, როგორი ხართ, რატომ ხართ ასეთი განსხვავებული, უნიკალური და ასე შემდეგ. ანუ თქვენს ზედაპირულ მდგომარეობას არ ჯერდება და სურს რომ მეტი და მეტი გაიგოს თუ რა იმალება ამ იდუმალების მიღმა. თქვენ მასში როგორ გრძნობებს იწვევთ ამ ყველაფრის მიღმა. შეიძლება თავიდან უფრო დაინტერესება წამოვიდა მისი მხრიდან, რომ თქვენში გამოეწვია მისი
რაღაცა მოხიბლო უნდა და მისი უკეთესი ვერსია დაგანახათ და უფრო თავიდან შემოგთავაზათ ან მარტივი ურთიერთობა, ან შემოგთავაზათ რაღაც უფრო ვნებიანი სექსუალური მიდგომებით შეეცადათ თქვენთან დაახლოებას, მაგრამ რომ არ გამოუვიდა და თქვენგან აბსოლუტურად რაღაც ისეთი პასუხები მიიღო, რომ ამით მიხვდა, რომ თქვენ უფრო სხვა სამყარო გაინტერესებთ და უფრო სხვანაირი ადამიანი ხართ, რომ გადაწყვეტა, რომ თვითონაც გაიხსნას და გადაწყვეტა, რომ თვითონაც რაღაც ისეთი დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, რაშიც თქვენ აქამდე, თქვათ, თქვენ მეგობრებთანაც დიდად დახმარებას არ იღებთ ხოლმე. შეიძლება არ გჩვევიათ, რომ პიროვნებას უთხრათ, რომ მე ახლა მიჭირს და დამეხმარეთ. ამ პიროვნებამ რაღაც ისეთი მოახერხა, რომ თქვენ სხვანაირი ურთიერთობა გაქვთ ახლა უკვე. თავიდან რაღაცა არ აგეწყოთ, მაგრამ ახლა უკვე თითქოს ერთმანეთს ეხმარებით, ერთმანეთს უწვდით ხელს, თქვენც იღებთ მისგან გარკვეულწილად რაღაც დახმარებებს. თქვენ მაშინ იწვევთ ისეთ გრძნობებს, რომ ეს პიროვნება ხან კარგად რომ დაფიქრდება, და გქონია რომ რაღაც მომენტში კარგად გაგიცნოთ, მე აღმოაჩენს, რომ არა, ამ ადამიანს ჯერ კიდევ კარგად კი არა და საერთოდაც მე მგონი, თქვათ აი 20% ვიცნობ და დანარჩენი არ ვიცი. იმიტომ რომ რაღაც მომენტებში ამ ადამიანს თქვენში უფრო და უფრო მეტად ეს დაფარული ნიჭის ან დაფარული, ასე ვთქვათ, ის კი არა რომ რაღაც ფარული ცხოვრება გაქვთ, აი თქვენში არის რაღაც ისეთი, რაც ამ ადამიანს, როგორც აღვნიშნე, ვერ ამოუხსნია ბოლომდე ჯერ, მაგრამ ნამდვილად იცის, რომ კიდევ რაღაც არის თქვენში პოტენციალი და ეს მაგნიტივით აქვს მიზიდულობა, იმიტომ რომ თქვენ მისთვის ხართ, აი იცით როგორი წიგნი, რომ არა და არ ბეზრდება, ის სამჯერ ოთხჯერ რომ წაიკითხოს, ხვდება რომ სხვადასხვა ისტორიას კითხულობს იქ. სხვათა შორის ეს კავშირი დიდხანს გაგრძელდება. სხვათა შორის ეს კავშირი იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, პროგრესირებადიც და ტრანსფორმაციულიც, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ 6 თვის უკან სხვანაირი ურთიერთობა გქონდეთ ამ ადამიანთან, ახლა სხვანაირი ურთიერთობა გაქვთ და მომდევნო 6 თვეში აბსოლუტურად ტრანსფორმირდეს ეს ურთიერთობა და კიდევ სხვანაირად დაუახლოვდეთ ერთმანეთს, ან შეიძლება რაღაც მომენტებში ხანდახან დისტანცირდეთ კიდეც ერთმანეთთან, მაგრამ აი ისეთი შეგრძნება გაქვთ ორივეს, რომ ერთმანეთს ხელს არ გაუშვებთ, რაღაცა საინტერესო ამოცანასავით ხართ ერთმანეთისთვის და რაც არ უნდა მოხდეს, თითქოს უკვე ორივეს გაქვთ ეს ფიქრი, რომ ეს კავშირი ძალიან დიდხანს გაგრძელდება. დაგემშვიდობებით პირველებო და გავიგოთ ახლა ჩვენ მეორე პოზიცია რას გვეტყვის და ნახოთ რა გრძნობებს იწვევთ იმ პიროვნებაში, მასში, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ ჩემო მეორეებო. ну აქ თუ თქვენი მეორე ნახევარი ან ვინც ახლა ჩაიფიქრეთ არის დაინტერესებული ხელოვნებით, რაღაცას ქმნის, თუ არის მხატვარი, თქვათ პირობითად, ან ყოველ შემთხვევაში აი რაღაც მომენტში თუ სჭირდება მას მუზა, შთაგონება, იცოდეთ რომ თქვენ ხართ მისი შთაგონება. თქვენ ხართ ის წყარო, რომელიც მას კარიერულად კარიერულად მას წინ წევთ. ეს შეიძლება თქვენ არც იცოდეთ, მაგრამ თქვენზე როდესაც იწყებს ფიქრს, მას შთაგონებაც ემატება, შრომის უნარიანობაც ემატება. რაღაც მომენტებში აი ბიძგს აძლევთ, რომ უკეთესი ვერსია იყოს. თქვენ მასზე სხვათა შორის აი ისე მოქმედებთ, რომ მასში პირველ რიგში ისეთ გრძნობებს იწვევთ, რომ აი ესეთი ფიქრები აქვს ხოლმე, ესეთი გრძნობები აქვს, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ისეთი ქალი, რომელიც ძალიან ბევრი კაცისთვის არის ოცნება. რომელზეც შეიძლება მთელი ცხოვრება იოცნებონ და აი ესეთი ადამიანი მათ არ შეხვდეთ და აი თვითონ როგორი იღბლიანია, რომ თქვენ მის ცხოვრებაში ხართ. აი ესეთი განსაკუთრებული გრძნობები აქვს სხვათა შორის თქვენს მიმართ. ანუ თავის თავს წარმოიდგინეთ, როგორი იღბლიან პიროვნებად თვლის, რომ ხართ მის გვერდით,
თუნდაც თქვენგან რჩევებს იღებდეს, თუნდაც თქვენგან რაღაც мотивациას იღებდეს, ანუ უბრალოდ თქვენ უსმენდეთ მას ჩუმად. ეხაც იმდენად მისთვის შეიძლება აქ იცით როგორი სიტუაცია იყოს, რომ ეს ადამიანი არის თვითონ არის ხელოვანი, მაგრამ თითქოს აფანატებს თქვენზე. რაღაც კუმირი ხართ თქვენ მისთვის, იმიტომ რომ ზუსტად ესეთი განცდა აქვს, რომ თვითონ შეიძლება რაღაც მომენტში უფრო ცნობილი არის, მაგრამ თქვენ უფრო შეიძლება ახლა კულისებში ხართ, მაგრამ თქვენშიც ხედავს რაღაც პოტენციალს, რომ ადრე თუ გვიან ძალიან დიდ ან სცენაზე გახვალთ, თუ თქვენს გაქვთ ესეთი ნიჭი, ხომ? ან ოცნებობთ, რომ აი რაღაც ცნობილი გახდეთ, ან ბლოგი გქონდეთ. აი ეს რაღაც ასე ვთქვათ, ნიჭი გაქვთ თქვენ და ამას აუცილებლად გაგიჟღერებთ ეს პიროვნება, თუ უკვე არ გესაუბრეთ ამაზე. სხვათა შორის, როდესაც თქვენ მასთან ახლოს ხართ, მასში ყველაზე ესეთი კარგი გრძნობები იღუძებს. აი არ შეუძლია რომ იყოს მოწყენილი, არ შეუძლია რომ იყოს დეპრესიაში, არ შეუძლია რომ იყოს გაფრაზებული, აღელვებული. აი თითქოს მას ძალიან ამშვიდებთ და რაღაცა აბალანსებთ ძალიან. ძალიან ლამაზი ხართ მის თვალში. და ეს ლამაზი უფრო მეტად იმით არის გაორმაგებული, რომ თქვენი ბუნება არის ძალიან ლამაზი, თქვენი შინაგანი სამყარო არის მისთვის ყველაზე ლამაზი. ოღონდ აი ხანდახან იცით როგორი შეგრძნებაც აქვს, რომ აი რატომ თვითონ მიღწევები ჰქონდეს, ფიქრობს, რომ თქვენ ან გამოცდილებით, ან გონებით რაღაც ისეთი გაქვთ დაბადებიდან, რომ აი მასზე მაინც წინ ხართ, მასზე რაღაცით უკეთესი ხართ. აქედან გამომდინარე, სხვათა შორის, აი ამ მომენტში ეს პიროვნება თქვენს ამ წინსვლას და მასზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას სწავლობს და იღებს. ანუ შეიძლება აი ეს მომენტები ბევრისთვის შეჯიბრის და ჯიბრის საბაბი გამხდარიყო, მაგრამ ეს ადამიანი არა. ამით თქვენი ამ წინსვლით ეს პიროვნება თვითონაც თავის თავში ხვდება, რომ იცვლება და იღებს თქვენს მოცემულობას ისე როგორიც ხართ, ანუ თქვენს შეცვლას ან რაღაც ჩარჩოებში მოქცევას ნამდვილად არ ცდილობს ეს ადამიანი და როდესაც თქვენს გვერდით არის, მას მოსწონს თავის თავი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. სულ უნდა რომ გესაუბროთ, აი სულ უნდა რომ თქვენთან სიახლოვეს იყოს, სულ უნდა რომ რაღაც მომენტში თუნდაც რაღაც ისეთი თემა აღარ იყოს სასაუბრო და აი თუნდაც რაღაცა SMS-ები მიწეროთ ერთმანეთს, უბრალოდ სმაილები იყოს ამ SMS-ებში, ან უბრალოდ აი რაღაცა მიმები გაუზიაროთ, ან რაღაცა ვიდეოები გაუზიაროთ, აი ოღონდაც თქვენ იყოთ მის სიახლოვეს და აი თანახმარის რომ მეორე ხარისხოვან თემებზეც ისაუბროს, აი ეს სხვათა შორის არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე ვხვდები აქ, რომ თქვენ მისთვის მეგობარი ხართ პირველ რიგში. თქვენ მას ძალიან ავსებთ. თქვენთან თანაკლისი შეგრძნება ამ პიროვნებას არ აქვს. სხვათა შორის აქ მოდის ესეთი მომენტები, რომ ეს პიროვნება არის ძალიან ფანტაზიური და მას აქვს ძალიან დიდი უნარი, რომ რაღაცების შექმნას და წარმოიდგინოს. შეიძლება წერს კიდეც ეს ადამიანი. წერდეს ან ლექსებს, ან ჩანახატებს აკეთებდეს. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ახლა თქვენც არ იცით, მაგრამ თქვენზე რაღაცას წერდეს, დასამახსოვრებელ მომენტებს ინიშნავდეს და ერთ მშვენიერ დღეს აი ეს აღიაროს ან რაღაც წაგაკითხოთ, რაც თქვენ მას შთააგონეთ, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ფანტაზიებში არის, ოღონდ ეს არ არის რაღაც უარყოფითი ილუზიები და ფანტაზიები, ეს არის ძალიან ესეთი შრომის უნარიანი შემოქმედებითი ფიქრები. დაგემშვიდობებით ჩემო მეორეებო, მე ძალიან მომწონს დღევანდელი გაშლა და გადავიდეთ ჩვენ უკვე მესამე პოზიციის განხილვაზე და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში მესამეებო რა გრძნობებს იწვევთ იმ პიროვნებაში, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ, რა გრძნობებს იწვევთ მასში. კვერთხების დედოფალი.
მოკლედ, მასში იწვევთ პირველ რიგში დიდ სითბოს, რადგან კვარტყების დედოფალი ყოველთვის არის ქარიზმატული, თქვენ გაქვთ ეს და შინაგანი ცეცხლი გაქვთ, რომელიც ეს არ არის დროებითი, მუდმივად რაღაცა ისეთ ენერგიას ასხივებთ, რომ ძალიან შესამჩნევი პიროვნება ხართ, შეიძლება გქონდეთ განსაკუთრებული ვიზუალი, თვალის ფერი, სხეული, მასას მოსწონდეთ, ძალიან ბევრს იზიდავდეთ. კონკრეტულად გრძნობებს იწვევთ მასში სულ შფოთვას და რაღაც ცეცხლოვან ენერგიებს იწვევთ. სხვათა შორის გრძნობს, რომ ხართ ისეთი ქალი, რომელიც საკუთარ თავს დიდ პატივს სცემს და რომელსაც საკუთარი თავი ძალიან უყვარს, იმიტომ რომ სულ მოვლილი ხართ, სულ რაღაც საკუთარ ენერგიას პატივს სცემთ, რესურსს სცემთ პატივს და ორიენტირებული ხართ, პირველ რიგში გამოიყურებოდეთ ძალიან კარგად და ეს კარგად იაზრებს, რომ იქიდან გამომდინარე ხდება ეს თქვენს თავს, რომ პირველ რიგში ხართ დაინტერესებული იმით, როგორ შეუქმნათ საკუთარ თავს საუკეთესო პირობები, ხო? ანუ საკუთარი თავის სიყვარულით და პატივისცემით ცხოვრობთ, ეს დასკვნავს გამოტანილი. სხვათა შორის შეიძლება თქვენთან თავდაჯერებულობა გადაედო, ანუ შეიძლება ისეთი აქტიური რომ ხართ და რაღაც მომენტში განსხვავებულად იცით სიტუაციის სათქმელად შემოტრიალება, ამ ადამიანსაც აქვს ხოლმე ის მოტივი, რომ რაღაცაში მოგბაძოთ, თავდაჯერებული იყოს თვითონაც. და საკუთარი თავის რწმენას შეიძლება უბრუნებთ, როცა მას ეკონტაქტებით ან დადებითად ეკცევით, ან რაღაც მომენტში დროს როცა უთმობთ, აი რაღაც ძალიან გადამდები პოზიტიური ენერგია გაქვთ, ძალიან. ხა რომ ვუყურებ, ესეთი არკანი არის, რომ გინდა არ გინდა კარგ ხასიათზე რომ მოგიყვანს ადამიანს, ეს იგრძნობა თქვენთან სხვათა შორის. კიდევ აქ არის ესეთი მომენტი, რომ კვარტყების დედოფალი კი არის ესეთი ცეცხლოვანი, მაგრამ მაგნიტივით მიმზიდველი და ასე შემდეგ და ამ პიროვნებასაც ძალიან ასეთი მიზიდულობა აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ მაინც აი ამ პოზიტივის მიუხედავად არ გთვლით, რომ ხართ მარტივი ხასიათის ქალი. მას აქვს ისეთი აღმოჩენები თქვენში, რომ აი რაღაც შეიძლება ისეთ დეტალებს შეეხო თქვენთან, ან რაღაც მომენტში ისეთ ხასიათზე დახვდით, რომ ეს დასკვნაც გამოტანილი აქვს, რომ თქვენ ამ ყველაფრის მიუხედავად ხასიათის ქალი ნამდვილად ხართ. მასში იწვევთ ერთდროულად მიზიდულობას, პატივისცემას, შთაგონებას, ცოტა შიშს. ეს შიში იქიდან გამომდინარე არის, რომ კვარტყების დედოფალზე ზოგადად ხომ ხდებიან დამოკიდებულები. ანუ ის თქვენზე არის ახლა დამოკიდებული, თქვენს ენერგიაზე არის დამოკიდებული და როდესაც თქვენ პირიქით ხართ, ხო? ანუ პირიქით გულისხმობ, რომ ის დამოკიდებულია თქვენზე და თქვენ მასზე არ ხართ დამოკიდებული. ეს ემოციური დამოკიდებულება შეიძლება იყოს, ეს შეიძლება თქვენ იმდენად აქტიურად ხართ რაღაც მომენტებში ქართული თქვენი საქმიანობით ან მეგობრებით ან აქტიური ცხოვრებით ან საკუთარი თავის მოვლით, რომ როდის მოგწერთ, როდის დარეკავს, როდის გარეთ არის, როდის მივასახში, თქვენ დიდათ აი ამ წვრილმანზე პანიკური შეტევები არ გეწყებათ და ამ ადამიანს აი რაღაც მომენტში თუ არ უპასუხეთ ან მეგობრებთან ყოფნა შეგაგვიანდათ ან ვიღაცამ კომპლიმენტი დაგიწერათ ან რაღაცა რუტინიდან გამოხვედით და ცოტა ყურადღება მოაკერით, მას ძალიან განგაშის მომენტები ეწყება. ანუ კვარტყების დედოფალი ყოველთვის იწვევს თავის პარტნიორში იმის განცდას, რომ აი ეს არ უნდა დავკარგო და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ არ უნდა დაგკარგოთ, იმიტომ რომ ხვდება, რომ თქვენ შეგიძლიათ მის გარეშე თავისუფლად სუნთქვა.
სხვათა შორის აქ არის ისეთი მომენტი კიდევ, რომ აი რა გრძნობებს იწვევთ მასში. ხმლების მეფის პოზიციაში ამოვიდა ეს ადამიანი, იცოდეთ რომ თქვენთან აბსოლუტურად განსხვავებული არის და სხვანაირი არის ვიდრე სხვებთან, სოციუმში, მეგობრებთან, ნათესავებთან, სხვა წინამორბედ თაყვანის მცემლებთან ურთიერთობებში აბსოლუტურად სხვანაირი იყო ხოლმე ეს ადამიანი, თვითონ იყო რაღაც წამყვანი ლიდერი, თვითონ ჰქონდა ის როლი, რომ მართავდა სიტუაციებს და კომუნიკაცია ისე მიდიოდა და ეწყობოდა როგორც თვითონ უნდა, მაგრამ თქვენთან ხმლების მეფე, კვარტხების დედოფალთან უფრო პასიურ ენერგიაში არის იმ კუთხით, რომ თქვენ თავისი წესებით ვერ მოგიდგებათ ეს კარგად იცის და აი რაღაც მომენტში იმასაც აღიარებს, რომ თვითონაც შეიძლება არ იყოს მარტივი ხასიათის ადამიანი, მაგრამ თქვენ ხასიათს ეს ადამიანი უფრთხილდება, აი რაღაც ანგარიშს უწევს თქვენ სიტყვას, განწყობას, იმიტომ რომ ხვდება რომ როდესაც ხართ თქვენ ისეთ პოზიციაში, რომ გიქმნით ეს პიროვნება ისეთ სივრცეს, რომ ხართ კარგ განწყობაზე, თქვენ ასხივებთ და აძლევთ ამ ადამიანს ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, პოზიტივს, ხო? აი უბრუნებთ ამ პიროვნებას იმ ენერგიას. თუ არ ხართ ხასიათზე, მე შეგიძლიათ რომ ამ პიროვნებასაც ძალიან ხასიათი გაუფუჭოთ. ანუ თქვენი განწყობა ამ პიროვნებაზე გადამდები არის. აქედან გამომდინარე, მასში იწვევთ ისეთ გრძნობებს, რომ ეს ადამიანი აღიარებს, ნამდვილად აღიარებს, რომ თქვენ მისი ასე ვთქვათ, ცივი გული მოიპოვეთ და აბსოლუტურად შეცვალეთ მისი დამოკიდებულება ურთიერთობებში და გამოიყვანეთ იმ ჩარჩოებიდან, რაშიცძლები შეიძლება იყოს. შეიძლება ეს პიროვნება, ამ პიროვნებას უფრო სწორედ იცნობენ, როგორც ცივ და უკარება ადამიანს, მაგრამ თქვენთან აბსოლუტურად სხვანაირი სახე თავის თავიც კი სხვანაირი აღმოაჩინა. დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.